აი მეგობრებო, იერუსალიმის მთავარი დავითის ხიდი, დავითის არფას უძახიან ამ ხიდს, ამერიკის დროშითაა საპატაცებლად მოწყობილი. ძალიან მაგარი ხიდია. საღამის იერუსალიმი მეგობრებო და ჩვენ ვზეირნოთ. მოვდივართ მსახურებიდან. სახურებაზე ვიყავით, რომელსაც ნორვეგიელი ახალგაზრდები ჩამოსულები ატარებდნენ. ძალიან კარგი თაყვანისების საღამო გამოვიდა. ეხლა მივდივართ სახლში რა, სასტუმროში. და მინდა ეს გაჩვენოთ ეს ღამის იერუსალიმი, ნახე როგორია ავტობუსები და რამე. აი აქ ვიყავით, მოიცა, აი აქ ვიყავით ამ შენობაში. აი უკან რო ჩანს. იყო ეს მსახური. რა შეიძლება ითქვას იერუსალიმზე? იერუსალიმია. ყველაზე გასაოცარი ქალაქი, კონტრასტების ქალაქი, ღმერთის ქალაქი, დავითის ქალაქი, სრულყოფილი ქალაქი. იერუსალიმი ასე ითარგმნება. ასევე იერუსალიმი ითარგმნება როგორც მშვიდობის ქალაქი. მშვიდობის არ მოგახსენოთ. რაოდენიმე პარადოქსულიც არ უნდა იყოს. მშვიდობა ჯერ არ სარგულდება, მაგრამ მშვიდობა დასარგულდება, როცა ჩვენი მხსნელი მოვა მალე. აი ეს არის მნიშვნელოვანი. მშვიდობა უკვე მარტო იერუსალიმში არა, არამედ მთელს მსოფლიოში დასარგულდება. მაშასე მეგობრებო, ეს არის ჩემი ბოლო დღე იერუსალიმში. ხვალე მოვფრინავთ თბილისში. ავი, ბევრი ადგილები გადავიღეთ, ბევრი რამე გავაკეთეთ. რისი საშუალებაც ქონდა და რაზეც ფული ჩვენ გვეყო. გავაკეთეთ ის ადგილები, ვეცადე გადამეღო, მენახებია ყველაფერი. აი ამ არკაზე გეუბნებით, ბედოშით ახლა ნახოთ. აი ეს არკა, ნახე რა ლამაზია. აი ეს არის ხიდე. ფეხით რო გადადიხარ საერთოდ სულ შეიძლება და მოხვეული ხიდია ესა, მოხვეული ხიდი, ხო? ანუ უხვევს, ამაზე გადადის ტრამვაი. არფის ისა აქვს. ხორმა და ამიტომ ამას ვახენ დავითის ხიდისაც. ასე რომ ვუნდებით ჩვენს ლამას თბილისში. თბილისის გასაოცარი ლამაზი ადგილია, რომელიც მე ძალიან მიყვარს და მერთო მშვიდობა დაასადგურე საქართველოში და თბილისშიც. მაშასე გამოიწერეთ ჩვენი არხი, გვიყურეთ და როგორც ებრაელები თქვენ, მომავალ წელს იერუსალიმში შევხვდებით. ანუ ეს არის ოცნება ყველა ებრაელის, რომელიც ცხოვრობდა გალუთში, გალუთი ეს არის დევნაში ყოფნა. ყოველთვის ამბობდნენ ლეშანა აბა ვიერუშალაიმ, ანუ მომავალი წელი იერუსალიმში. და მოდი ისე ყოფილიყოს ჩემმა მეგობრებმა, ყველამ შეძლოს იერუსალიმში წამოსვლა მომავალ წელს კარლობის დღესასწაულზე. გეგმავთ უფრო დიდი ჯგუფის წაყვანას. ჩემი ოცნება რომ ჩემი მეგობრებიც აი ეს ნახეთ რა მაგარი ხიდია. აი ასე გავაკეთე. ისრაელი, ამერიკა, აი აქედან ჩანს ისრაელის დროშაც. ამერიკა, Coca-Cola. აი ნახე რა მაგარი. ლეშანა აბა ვიერუშალაიმ, მომავალ წელს იერუსალიმში მეგობრებო. ავიდეთ ყველას, ამიტომ გისურვებთ ყველას თქვენი ოცნებების ასრულებას. მადლობთ ყურადღებისათვის.